იყო ქალი მეწარმე საქართველოში ძალიან რთულია, რადგან ამ ყველაფერს სჭირდება ბევრი დრო, სიმშვიდე, მუზა და თავისუფლება. მივხვდი, რომ რაღაც კარგი მქონდა ნაპოვნი. ავტვირთე პოსტი, რასაც მოყვა ძალიან თბილი კომენტარები, ძალიან ბევრმა შემიფასა როგორც განსხვავებული ნამუშევარი, ძალიან ზღაპრული და ჯადოსნური და ამან ძალიან დიდი мотиваცია მომცა. თავიდან, როდესაც მცირე ბიზნესია და სულ რამდენიმე ნივთს ამზადებ, ძალიან რთულია მიწოდებაც. რთულია ყველაფრის ერთად მართვა. დაწყებული იდეიდან, შემდეგ ნაკეთობა, რეკლამა, მიწოდება, კომუნიკაცია, ყველაფერი ერთად გიწევს. ეს მასალა არ ღირს იაფი, საკმაოდ ძვირი ღირს. შემდეგ ეს ჩადებული შრომა, დღეები, იაფი ვერ დაჯდება ეს ყველაფერი. გააჩნია ნამუშევარს, ფორმას, ზომას და სირთულეს. დამზადების პროცესში ვიყენებ ჰაერზე შრობად თიხას, აკრილის საღებავებს და ლაქს. თიხას უშუალოდ ყიდულობ საქართველოში ჩვეულებრივად იშოვება არის ბაზარზე, მაგრამ აი რაც შეეხება თიხის ლაქს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, საქართველოში არ არის და მიწევს რომ გამოვიწერო. შეღების პროცესს დაახლოებით 30 წუთი ჭირდება. ვიყენებ აკრილის საღებავებს, რომელიც იყიდება ჩვეულებრივად საქართველოში. რამდენიმე წუთი გაშრობას მიაქვს და შემდეგ უკვე ვლაქავთ. მომხმარებელი ამ ყველაფერს აფასებს, ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელნაკეთია და ვთვლი, რომ ჩემი სტილი განსხვავებულია, ინტერესიც აქედან გამომდინარეა. სამომავლოდ გეგმავ ახალი კოლექციის შექმნას და უთხოვთ ბაზარზე რეალიზებას.